დავიწყოთ ხო? დღეს საზოგადოებას წარუდგინეთ ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გაკეთებული საქმეები, დავიწყეთ ანგარიშის ჩაბარება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია დედაქალაქის მოსახლეობასთან, თუმცა ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია შეჯამების სახით თუ რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში წარუდგინოთ საზოგადოებას. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო თბილისის მოსახლეობას, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მხარს უჭერს ყველა ჩვენს ინიციატივას, რეფორმას, გვერდში გვიდგას, გვენდობა, რაც მთავარია და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპებს. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ ის სიახლეები თუ გამოწვევები, რაც ქალაქში გვაქვს. მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული და ეტაპობრივად ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თუ რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას. პრეზიდენციის 10 სატრანზიტო დერეფანზე რა მოცულობით არის, რა პროცენტულობით არის უკვე სრულად ქალაქი ამ konkret დაფარული, იმიტომ რომ შეიძლება გვესმის ნახშირის მგზავრობის მხრიდან, რომ ის რომ სოფლის ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლენ, უნდა გქონდეთ ეს კომფორტი, მაგრამ ჯერჯერობით იმის გამო, რომ ქსელი სრულად არ არის განვითარებული. ხო, თქვენ ხედავთ, რომ ხდება ასევე საავტობუსე ზოლების პროექტის განხორციელება. ცხადია, ყველა ერთად შეუძლებელია გაკეთდეს. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქში არის უმძიმეს მდგომარეობაში და მარტო ასფალტის საფარი არ არის პრობლემა. პრობლემა არის მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები, რომელიც საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია და შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც შევდივართ რეაბილიტაციით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება და ცხადია, ყველგან ხდება იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული, იყოს სწრაფი. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ზუსტად ეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ სწრაფი დედაქალაქში. მხოლოდ მერიის თემებზე. დაიწყო ასევე კანონის აღსრულება, რის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორის თხოვს. მერიის თემებზე თუ გაქვთ შეკითხვა, მოგვიანებით შევხვდებით კიდევ ერთხელ. ფასთამოკლევა იყო 3 პროექტთან მიმართებით დაწყებული, მეტრო ვაკეში არის ესე ვთქვათ ტრამვაის ნაწილი და არის მეტროს ხაზის გაგრძელება. ხო, რაც შეეხება საომავლო პროექტებს, არ მინდა ზედაპირული ვიყო, როდესაც გვექნება უკვე ხელმოსაკიდო დეტალური ინფორმაცია უშუალოდ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყველა საკითხზე.